მოგესალმებით, ყველაზე პატრიოტო, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე ერთგულო, ყველაზე გაუტეხელო ადამიანებო. მოგესალმებით, მივესალმები ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, რომელთაც ივანიშვილის 12 წლიანმა დევნამ და შურისძიებამ ვერაფერი დაგვაკლო. მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა გვიყურებს, რომელმაც თავის სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა და რომელიც თქვენთან ერთად, რომელიც ქართულ ხალხთან ერთად სულ მალე დიდ ეროვნულ გამარჯვებას იზეიმებს. მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება დღეს აქ ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას იმედის თვალით უყურებს, რადგან იცის, რომ დიახ, სწორედ თქვენ, სწორედ ჩვენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტია, სწორედ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მოიტანს დიდ გამარჯვებას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. მე დღეს არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო იმ 12 წლიან მმართველობაზე, იმ სიღატაკეზე, იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, იმ იძულებით ემიგრაციაზე, კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე, სიღატაკეზე, რომელიც ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა. რატომ არ მინდა ვისაუბრო ივანიშვილის 12 წლიან მმართველობაზე? რადგან ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია, ხოლო თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. დიახ, საქართველოს მომავალი თქვენია და დიახ, დღეს თქვენთან ერთად ჩვენ გვაქვს გამარჯვებული ხალხის საქართველოს ევროპული მომავლის ზეიმი. დიახ, დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართულ ხალხთან ერთად. ევროპული მომავლის, სადაც ჩვენს მშობლებს ეკნებათ ღირსეული სიბერე, სადაც ჩვენს შვილებს ეკნებათ ლაღი ბავშვობა, სადაც ყველა ბავშვს, ყველა საჯარო სკოლაში ეკნება ხელმისაწვდომი უფასო კვება, სადაც პენსიონერებს აღარ დააწევათ მხრებზე კაბალური საპენსიო სესხები, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, ამას გპირდებით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით. გპირდებით მომავალს, სადაც ოჯახებს ბავშვის გაჩენის აღარ შეეშინდება ციღარიბის გამო. ოჯახები გაერთიანდებიან და ადამიანები დაბრუნდებიან იძულებითი ემიგრაციიდან. ამისთვის ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ სააკაშვილის 1 მილიარდიან ფონდს, რათა თითოეულ იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ახალი მომავლის შანსი, სწორედ აქ, თავის სამშობლოში. ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ წვდომას ევროპულ ფონდებზე, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ევროპაში, მაგრამ დაბრუნდნენ სწორედ აქ, ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო ადგილები თავიანთ სამშობლოში. ეს არის მომავალი, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოს საქართველო გააცნო როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი, რომელმაც არ დათმო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, არ ისჯება ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მე ვისმენ ივანიშვილის მოღალატეობრივ სამარცხვინო განცხადებებს და ვისმენ დღეს თქვენი გამარჯვების ყიჟინას და კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ გამარჯვება თქვენია, რომ გამარჯვება ჩვენია და რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ერთიანობით ვამარცხებთ ოცნებას. დიახ, მე ვხედავ ივანიშვილის შეშინებულ თვალებს, დამცავი შუშის მიღმა, აკვარიუმის მიღმა და შემდეგ ხედავთ თქვენ,
ხედავთ თქვენ და ვხედავთ თქვენ ანთებულ თვალებს და კიდევ ერთხელ წმუნდები, რომ გამარჯვება თქვენია, გამარჯვება ჩვენია და ერთიანობით ვამარცხებთ ოცნებას. ქართულ კოშმარად ქცეული ქართული ოცნება წარსულს უნდა ჩავაბაროთ. დღეს ქართული ოცნება იქცა ეროვნული სირცხვილის ძალად, რომელიც მოითხოვს საქართველოს ამაყი მოქალაქეებისგან, რომ მტრის წინაშე ბოდიში მოვიხადოთ. მე დღეს აქ კიდევ ერთხელ მინდა ქართველი, ამაყი, მართალი, პატრიოტი ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს. ქართველი ხალხი მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის. ეს არის ამაყი მართველი ქართველი ხალხის ხმა. მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ. არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება. დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახალი კოალიციური ხელისუფლება წავა მხოლოდ წინ. იმისთვის, რომ საქართველომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა. გვპირდებით, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა იქნება მთავარი ლოკომოტივი, რომელიც შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, უმოკლეს ვადებში. საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და სულ მოკლე დროში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ეჭირება ევროკავშირის პასპორტი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი და დიახ, სულ მალე თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ხელში ამაყად ეჭირება მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი. ეს არის საქართველოს ევროკავშირის პასპორტი. ამასთანავე საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე. 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილს მოაქვს. სწორედ საქართველოს ევროკავშირის პასპორტი, მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი, გახდება გარანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. დიახ, სწორედ ეს არის გზა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ჩვენი სუვერენიტეტის. დიახ, რადგან ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია. ეს არის სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ხელით დაწერა საქართველოს გერბზე და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ერთიანობას, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ, ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებთ თქვენ, ასე გაიმარჯვებს ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა, გაიმარჯვებს 5 ნომერი, გავიმარჯვებთ ქვეყნისთვის, გავიმარჯვებთ ევროპული მომავლისთვის, გავიმარჯვებთ სახელოვნად. მოგესალმებით ამ ქვეყნის პატრიოტებს, ადამიანებს, რომლებმაც ამ 12 წლის განმავლობაში გაიარეთ ნამდვილი ჯოჯოხეთი. მაგრამ ხალხო, 14 დღეა დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებამდე. 14 დღეა დარჩენილი იმ ისტორიული გზის გაგრძელებამდე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა გადაგვახვევინა
ზუსტად ამდენი დღე არის დარჩენილი იმ ისტორიულ გამარჯვებამდე, რომლითაც ჩვენ წინათაობას გადავხდით მადლობას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ეს იქნება ჩვენი მთავარი ნაბიჯი, რომლითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზის გაგრძელებას. მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ ადგილას დღეს ვაკის პარკში, სადაც პირადად ნამდვილად ავიდგი ფეხი, მომიწევდა საუბარი იმაზე, რომ 2 კვირის შემდეგ წყდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი. ბედი იმ ქვეყნის, რომლის მთელი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მე დავიბადე საქართველოში, რომელსაც არ ჰქონდა 90-იანი წლების იარა გამოვლილი. ისევ ტკიოდა. მე დავიბადე იმ ქვეყანაში, რომელიც იყო DST-ის წევრი. მაგრამ ჩემთვის ქართველობა არის მაშასა და ევროპელობა. ქართველობა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ჩვენმა თაობამ, რომელმაც შეძლო და ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოს გააგონა. დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა საარჩევნო უბნებზე შეძლებს იმის თქმას, რის თქმასაც ჩვენ ყველანი ერთად მოვახერხებთ. ვეტყვით არას რუსეთს და დაუბრუნდებით საქართველოს ევროპული განვითარების გზას. დიახ, მე დავიბადე საქართველოში და ჩემი თაობა არის თაობა, რომელსაც არ უნახავს ცხინვალი, რომელსაც არ უნახავს სოხუმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თაობის მთავარი მისია არის ამ ქვეყნის ევროპაში გაწევრიანება, ევროპულ ოჯახში დაბრუნება, შინ ევროპაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მე მჯერა, რომ ჩვენ სულ მალე შვიდობიანად ნახავთ გაერთიანებულ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის თავზე იბრიალებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის იდეა, რომელსაც ვერ მოკლავს ბიძინა ივანიშვილი. დღესაც ეს არ გვაპატია, რომ 12 წელი ამ ქვეყნის გარუსება, მიშამ, ერთიანობა, ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაუთმოდა. ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიხევთ უკან. მე მიხარია, რომ დღეს აქ განსაკუთრებით ბევრი თბილისელია, მთელი საქართველოდან არიან ადამიანები ჩამოსულები, მაგრამ ჯერა რომ მთავარ სიტყვას ამ არჩევნებში იტყვის თბილისი, ახალი თაობა და ჩვენი ქვეყნის ემიგრაცია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი 27 ოქტომბრის დილას, უნდა გათენდეს ახალი 26 მაისი, არ უნდა დაუშვათ 25 თებერვლის გათენება ამ ქვეყანაში. თბილისს აღარ უნდა ებუროს თალხი, თბილისში სიონი აღარ უნდა დუმდეს და გავაგონოთ ჩვენი ხმა, გავაგონოთ ჩვენს მტერს, ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურნეს, ვინ იბრძვის ამ ქვეყნისთვის. 27 ოქტომბერს მე მინდა რომ გავიღვიძო იმ საქართველოში, სადაც მტერს არ უხდიან ბოდიშს, სეპარატისტს არ უხდიან ბოდიშს, იმ ქვეყანაში, სადაც ანწუხელიძე, ჟიული შარტავა, ძმები რომელაშვილები, გურამ გაბისკირი არიან გმირები და მათ ოჯახებს არ უწევთ ამ ხელისუფლებისგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყის დაცვა. მე მინდა გავიღვიძო იმ საქართველოში, სადაც გელათით იწყება ქრისტიანობის და ჩვენი ღირებულებების დაცვა. ეს ქონდრის კაცი, რომელიც ბედავს გელათის ჩამონგრევას, 14 დღეში უნდა გავისტუმროთ. ჩვენ დავასრულებთ საერთაშორისო იზოლაციას. აქ მთავარ როლს ითამაშებს ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა და რა თქმა უნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მხოლოდ იმის გამო ისჯება ეხლა სანქცირებული სასამართლოს მიერ, რომ ეს ქვეყანა აქცია წარმატებულ სახელმწიფოდ და ლანგრით არ მიართვა მტერს. და ჩემ ბავშვობაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელმწიფო მდივნების ვიზიტი იყო ჩვეულებრივი ამბავი, დღეს ხელს აღარ გვართმევენ და აი ეს ჩვენი ქვეყნის შემარცხვევლები უნდა გავისტუმროთ ისტორიულ სანაგვეზე. და ბოლოს მე მინდა ჩემი პერსონალური მოტივაციის შესახებაც გითხრათ, სადაც თქვენ დახმარებას დამჭირდება. ჩემმა ბაბუამ 1998 წელს დაწერა წიგნი ვაირუსისგან. ეს არის ცალმხრივი ღალატის ისტორია ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ტრაგედიების შესახებ. ბოლოს აღნიშნული აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა დაადგა ქრისტეს გზას, შინ ევროპისკენ დაბრუნების გზას. მაგრამ კითხვის ნიშნით აქვს დაწერილი, ჩვენ გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი.
დამეხმარეთ, რომ ევროკავშირი იყოს ძახილის ნიშნით ამ ქვეყანაში. ქართველობა არის მაშასა და მეევროპელობა. ამას ვერავინ ვერ შეცვლის. და ერთხელ გავაგონოთ კიდევ ჩვენს წერს ხმა, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, დემოკრატიულ ევროკავშირის წევრ საქართველოს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით მებრძოლო, მეჯგარო ქართველო ხალხო, მივესალმოთ სრულიად საქართველოს აქედან. დღეს ჩვენ აქვთ გავართ ამაყად იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, დავიცვათ იმისთვის, რომ პირნათელი ვიყოთ ჩვენი წინაპრების, ჩვენი აწყოს და ჩვენი მომავლის წინაშე. დიდება საქართველოს! მინდა მივესალმო უკანონო და უსამართლო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. სულ მალე ვიზეიმებთ მის თავისუფლებას საქართველოს განთავისუფლებასთან ერთად. მეგობრებო, საქართველოში ყოველთვის იყო ადამიანები, ვისაც უნდოდა ქვეყნის დაყოფა, მაგრამ ყოველთვის ერთიანობის იდეა იმარჯვებდა. სწორედ ერთიანობის და ძლიერი საქართველოს იდეის გარშემო გააერთიანა დავით აღმაშენებელმა საქართველო. სწორედ ერთიანობის იდეა ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. სწორედ ერთიანობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეისთვის იბრძოდა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. და ჩვენც ვიბრძვით ერთიანი ძლიერი საქართველოს იდეისთვის და იმიტომ ვართ აქ, იმიტომ ვართ ამდენი. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ძალიან კონკრეტული არჩევანია და ძალიან მარტივი. ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა, მათ მოაქვთ იზოლაცია. ჩვენ მოგვაქვს ევროკავშირი, მათ მოაქვთ უბედურება. ჩვენ მოგვაქვს მომავალი, მათ მოაქვთ წარსული. ჩვენ მოგვაქვს განვითარება, მათ მოაქვთ განუვითარებლობა. ჩვენ მოგვაქვს სიკეთეები დიდი, მათ კი მოაქვთ კორუფცია და ჭაობი. ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ. 26 ოქტომბერს დასრულდება ეს უბედურება, რაც ახლა საქართველოში ხდება. პირობას გაძლევთ, გამარჯვებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი და აქედან მინდა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, შენი დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში, იმარჯვებს ხალხი და მივდივართ ევროპისკენ. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვიშორებთ ქართულ ოცნებას და უსწრაფესად ვიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ვიხსნით ცდომას 14 მილიარდიან ფონდზე. ვიწყებთ უამრავ პროექტებს, რომელიც გვაქვს. ვანულებთ საპენსიო სესხებს, ვждით პენსიებს პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიწყებთ მასშტაბურ პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ვამთავრებთ ცენტრალურ მაგისტრალს, ვიწყებთ ლაზიკის პროექტის დიდი აღჩენებლობის პროექტს. ვაფართოებთ ქუთაისის აეროპორტს, ვაფართოებთ თბილისის აეროპორტს, ვიწყებთ პირდაპირ ფრენებს ევროკავშირში, ვქნით სამუშაო ადგილებს, სადაც მინიმუმ 1500, საშუალოდ კი 3500 ლარი იქნება ხელფასი. შემოგვყავთ გლობალური დიდი კომპანიები, რომლებიც გახსნიან რეგიონალურ წარმომადგენლობებს საქართველოში და შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ყველა რეგიონში იქნება საწარმო, რომელშიც დასაქმებული იქნება ღირსეულად ქართველი ხალხი მაღალი ხელფასებით. განვავითარეთ სოფლებს, აბსოლუტურად ყველა სოფელში მივა გზა, წყალი, სწრაფი ინტერნეტი და რაც თავარია ვიწყებთ სოფლად ცხოვრებთა დახმარების პროგრამას. თითოეული ადამიანი, ვინც სოფელში ცხოვრობს, მიიღებს 300 ლარიან დახმარებას, რომ არ დაიცალოს სოფელი და საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული. ვიწყებთ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროექტს. მილიარდიანი ფონდი, უამრავი პროექტები, რომელიც გაიხსნება მათთვის, რომ ჩამოვიდნენ სამშობლოში და მათ წამოიწყონ მცირე და საშუალო ბიზნესი. ვიწყებთ ფუნდამენტურ რეფორმებს მართლმსაჯულებაში, იმისათვის, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენი ყურადღების განსაკუთრებული ობიექტი იქნება კულტურის სფერო. იმისათვის, რომ პირველი გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან და თბილისი და საქართველო გავხადოთ ევროკავშირის კულტურული დედაქალაქი. ახალგაზრდებისთვის ვქნით სრულიად ახალ ცოდნის კერებს.
მთელ საქართველოში, სადაც არის უნივერსიტეტები, გაიხსნება საუნივერსიტეტო ქალაქები. ქალაქები, სადაც ადამიანებს ექნებათ ხელმისაწვდომის საცხოვრებელი, იქნება დიდი თანამშრომლობითი სივრცეები, თითოეულ სტუდენტს დაურიგდება თანამედროვე მაგბუქები და ტექნოლოგიები იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი თანამედროვე სამყაროსთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დარჩება ადამიანი, ვინც სამუშაო ადგილს არ მოიპოვებს ქვეყანაში. განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იქნება ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, რათა პატივი მივაგოთ ყოველთვის იმ გმირებს, ვინც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მეგობრებო, ჩვენ ვართ საქმის მკეთებელთა გუნდი. ჩვენ ძალიან ბევრი გაგვიკეთებია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ ქვეყანაში. თქვენ ყველა მიცით, რომ რასაც ვამბობთ, 10-ჯერ უფრო მეც გავაკეთებთ, იმიტომ რომ საქართველოს ადგილი არის ცივილიზებულ სამყაროთა შორის. ჩვენ დავიწყებთ განვითარების და აღმშენებლობის სრულიად ახალ ეტაპს, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი საკუთარ ადგილს ნახავს. 4 წელიწადში პირდებით ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს საქართველოში. ყველა საქართველოს მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი და ღირსეულად ვიქნებით ევროკავშირის წევრ ქვეყანათა შორის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საფრანგეთს თუ გერმანიაში, ევროკავშირის წევრებში სრული კონსენსუსია, რომ უნდათ იხილონ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ეს უბედურება ქართული ოცნების სახით ამაში გვიშლის ხელს. დადგათ რომ მოვიშოროთ ეს უბედურება და წავიდეთ წინ გავითარებისკენ, მომავლისკენ. მეგობრებო, აქ ჩემ შვილთან ერთად ვარ მოსული, ტინას დავიშვილთან ერთად არის მოსული. მე მინდა რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ საქართველოში, სადაც მათ დაედგომებათ და სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას. მე მინდა რომ დედაჩემი, რომელიც ახლა მიყურებს, მას ჰქონდეს ღირსეული სიბერე თქვენ მშობლებთან ერთად. მე მინდა რომ ყველას ჩვენ გვეცხოვრებოდეს ღირსეულად ამ ქვეყანაში და ამისთვის ვიბრძით და არ დავიხლებით არასდროს. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს, დიდება იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან ბევრი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. დადგათ რომ ჩვენმა თაობამ ისტორიული მისია აიღოს საკუთარ თავზე და შეუძღვეთ საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ. ერთიან, ძლიერ ევროკავშირის წევრ საქართველოს გავმარ? გავმარ? ფარავდეთ ღმერთი, დიდი მადლობა. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საყვარელო და ძვირფასო ადამიანებო. ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია დღეს აქ თქვენთან შეხვედრა. გამარჯვებამდე 2 კვირით ადრე. პარკში, სადაც თამამად შემიძლია თქვა, რომ მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. ბაბუა ჩემს, ვახტანგ ყიფიანს ძალიან უყვარდა აქ ჩვენთან. შვილიშვილებთან ერთად სეირნობა. იყო 90-იანი წლები. იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა, უშუქობა, მომავლის შიში და კარგად მახსოვს, როგორ გვაჯერებდა, როგორ გვაიმედებდა, რომ დიახ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაასრულებდა აი ამ ძიმე მდგომარეობაში ყოფნას და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი თბილისი იქნებოდა ლაღი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა და ევროპული ქალაქი. და დიახ, მე დღეს ვდგავარ აქ თქვენ წინ და მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, როდესაც თქვენ თვალებს უყურებ, როდესაც თქვენ შემართებას უყურებ, მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. მე მჯერა, რომ ძალიან მალე თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასოდეს. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი დგომით, ჩვენი აი ამ წარმოუდგენელი შემართებით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ იმ უპერსპექტივობას, იმ უიმედობას, იმ იზოლაციას და იმ სამარცხვინო მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანას აცხოვრებს. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი არჩევნებში
გამარჯვება ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენი ქვეყნის შემოbrunება მშენებლობისკენ ჩვენი ქვეყნის შემოbrunება განვითარებისკენ და ჩვენი ქვეყნის შემოbrunება ევროპული კეთილდღეობისკენ მეგობრებო 26 ოქტომბერს ჩვენ ხუთიანის გაფერადებით არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას ვიხსნით ტყვეობიდან არამედ ჩვენს ლიდერს ადამიანს რომელიც ისჯება მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დააყენა ისჯება იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააჩნო როგორც ნობელ პირველი რეფორმატორი ქვეყანა დავიხსნით ტყვეობიდან ამ ადამიანს დიახ ჩვენ ძალიან მალე აქ ვიდგებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების იმ ტემპს რასაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად ჩაუყარა საფუძველი ახლა კი მინდა ჩემთვის დიდი პატივია წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მოგესალმებით რუსული გისოსებიდან მიუხედავად იმისა რომ რუსების ტყვევარ რომელსაც ჯიან იმისთვის რომ არ ჩავაბარე და ფეხზე დავაყენე საქართველო მე აქვე ვარ მშობლიურ თბილისში თქვენთან ძალიან ახლოს და მინდა მრავალ ათას შეკრებილ გულმხურვალე პატრიოტ სათითაოდ გითხრათ თუ როგორ მიყვარხართ და როგორი იმედი მაქვს თქვენი მე მესმის მოწოდებები ჩემს გამოხსნაზე მაგრამ ჩემი დახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვართ ის ძალა ჩვენ ვართ ის ძალა რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა როგორც რეფორმების და თავისუფლებისთვის ბრძოლის კაშკაშა ვარსკვლავი. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც მიუხედავად უპრეცედენტო რეპრესიებისა 12 წელია არ დაუშვია წინააღმდეგობის დროშა, რომ არა ეს წინააღმდეგობა საქართველოს დიდი ხნით ადრე აღმოჩნდებოდა რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენ შევინარჩუნეთ ეს დროშა, მანამ სანამ გაიზრდებოდა ახალი თავისუფლებაში არაკორუმპირებულ გარემოში დაბადებული თაობა და ახლა დიდწილად გადაიბარებდა ამ ბრძოლის ტვინს. დიახ, ჩვენ გვაქვს საამაყო წარსული, რომელსაც ისტორია სათანადოდ დააფასებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უფრო მომავლის ძალა, რომელმაც დაამტკიცა, რომ გააჩნია თვითგანახლების უნარი, რომ დღეს ჩვენი ბრძოლის ავანგარდში უკვე გამოცდილ მებრძოლებთან ერთად ბევრი ახალი გამორჩეული ადამიანია, რომელთაც უკვე დაიმსახურეს საზოგადოების მხარდაჭერა და სიყვარული. ჩვენთან მოვიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ჩვენ ყველანი გაერთიანებულები ვართ ქვეყნის სიყვარულით, საქართველოს ნათელი მომავლის ხედვით და ბრძოლის ჟინით. ჭორვილელმა დიქტატორმა უნდა იცოდეს, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ შეშინდება, არ იყიდება და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება არის ჩვენი მიზანიც და გარდაუვალი რეალობაც. ეს უხეირო დიქტატორი ჩვენ დროს მოვიდა და ამიტომ ჩვენი ვალდებულება ჩვენვე გავაცილოთ მის მშობლიურ რუსეთში. ჩემოდანი აეროპორტი რუსეთი არის მისი მარშრუტი და ჩვენ ვიქნებით გარანტები იმისა, რომ ვერსად ვერ შეძლოს მან გადახვევა. ჩვენი და საქართველოს მარშრუტი კი არის ევროპა და ბედნიერი მომავალი. ეს არის მეგობრებო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში და დღეს ვცხოვრები თაობების ცხოვრებაში და ჩვენს ქვეყანას ვინაიდან გაქრობა არ უწერია. მაშასადამე უნდა დავდგეთ, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის მომართული ურჩხული. ასევე მინდა მოგიწოდოთ დღევანდელი მრავალრიცხოვანი აქციით ღვთაშესხმულები შევუერთეთ 20-ში საერთო დიდ აქციას, რათა ყველას დავანახოთ თუ რამდენი ვართ და რომ მაგრად ვართ და გამარჯვება გარდაუვალია. ყველას გჯერა, რომ გამარჯვება გარდაუვალია და ყველას გელით საერთო ეროვნულ მარშზე 20-ში, ბოლოს კი 26-ში. გამარჯვების დღეს. მოგესალმებით, მივესალმები გამარჯვებულ ხალხს. მიხარია რომ თქვენთან ვარ, მიხარია რომ ბევრნი ვართ, მიხარია რომ ერთად ვამარცხებთ ქართულ ოცნებად წოდებულ რუსულ კოშმარს. ქართული ოცნება არის უკვე წაგებული პარტია, ის არის უკვე გაკოტრებული პარტია, მას არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხის მიმართ. ის დაპირებებს აძლევს მხოლოდ მოსკოვს. და რას პირდება მოსკოვს? მოსკოვს პირდება რომ ჩვენ მოვიხდით ბოდიშს. მეგობრებო, საერთაშორისო პოლიტიკაში ბოდიში არ არის შერიგება, ბოდიში არის დანაშაულის აღიარება. ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული, ქართველ ხალხს არ ჩაუდენია დანაშაული და ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს ოკუპანტის წინაშე. ეს კამპანია არის სამარცხვინო დანაშაულებრივი ღალატის კამპანია. ამ კამპანიის მიზანი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მომზადება. ქართულ ოცნებას განზრახული აქვს დაქუცმაცებული ჩააბარო საქართველოს რუსეთს. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ქართული ოცნება ცდილობს დათესოს შიში, შემოაქვს ტყუილები, სრუდილემები, პროპაგანდისტული გზავნილები. შემდეგი არჩევნები არ არის ამ შიშზე. შემდეგი არჩევნები არის იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ჩვენ. ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც არის კეთილდღეობა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები, სადაც პრეზიდენტები არ უზით ციხეში, სადაც არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სადაც არის ღირსეული სიბერე, სადაც პენსიონერებს საფიქრალი არ აქვთ, საკვები იყიდონ თუ წამალი, სადაც არის მაღალი ხარისხის განათლება, სადაც არის უსაფრთხოება. თუ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორცაც გვთავაზობს ქართული ოცნება, ვიცხოვრებთ საერთაშორისო იზოლაციაში, სიღატაკეში, სანქცირებული მთავრობის პირობებში, რომელსაც მიღებებზე აღარ უშვებენ, რომელსაც სუფრიდან აგდებენ. არა, ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორ სახელმწიფოში ცხოვრებასაც ჩვენ გადავწყვეთ და ამას ჩვენ გავაკეთებთ 26 ოქტომბერს. ამიტომ ყველას გთხოვთ 26 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, მივიყვანოთ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიის სანაგვეზე გავისტუმროთ ქართულ ოცნებად წოდებული რუსული კოშმარი. ერთიანობით ვიმარჯვებთ, დიდება გმირებს, დიდება საქართველოს. მოგესალმებით საქართველოს ერთგულო პატრიოტებო, 14 დღე დარჩა საქართველოში ბოლო რუსული პროექტის დამარცხებამდე, 14 დღე დარჩა კრიმინალის, კორუფციის დამარცხებამდე, 14 დღე დარჩა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 14 დღე დარჩა საქართველოს გამარჯვებამდე. მეგობრებო, ივანიშვილის მმართველობის ლოგიკური დასასრული მოახლოვდა.
და როგორ სრულდება ეს მართლობა, მთელი მისი მართლობა, მთელი ეს რუსული პროექტი გამიზნული იყო ერთისთვის, რომ ჩვენ უარი გვეთქვა ამბიციური რეგიონის ლიდერი ქართული სახელმწიფოს იდეაზე და ჩვენ ბოდიში მოგვეხადა იმისთვის, რომ ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას გაუგზავნა წერილი და მოითხოვა რუსების გაწევება ამ ქვეყნიდან. ბოდიში მოგვეხადა იმისთვის, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის შეფიცულებთან ერთად თითქოს და წაგებისთვის გაწირულ ბრძოლაში უკან არ დაიხია. ბოდიში მოგვეხადა იმისთვის, რომ მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიან სკოლის მერხიდან შეფიცეს მომა და რუსეთის იმპერია დაანგრიეს ქართულ ხალხთან ერთად. მათ სურთ ბოდიში მოვიხადოთ 9 აპრილს თამარ ჭოველიძე და მისი თანატოლები რუსეთის არმიას რო არ შეუშინდნენ, რუსულ ნიჩბებს რო არ შეუშინდნენ, რუსულ ტანკებს რო არ შეუშინდნენ. სურთ რომ ბოდიში მოვიხადოთ 2003 წელს ვარდების რევოლუციის მოწყობისთვის. სურთ რომ ბოდიში მოვიხადოთ დემოკრატიული რეფორმებისთვის და ლიდერები რო ვიყავოთ იმისთვის. სურთ რომ ბოდიში მოიხადონ პუტინს რომ ერთი გოჯი არ დაუთვეთ. თავარსარდლიდან დაწყებული რიგითი ჯარისკაცით გაგზელებული ყველამ. სურთ რომ ბოდიში მოვიხადოთ გიორგი აწუხელიძემ დროშას ფეხი რო არ დააბიჯა. სურთ რომ ბოდიში მოვიხადოთ თამაზ გიტურმა მამა პაპურის სალოცავი რო დაიცვა. მაგრამ ჩვენ დგავართ აქ და ვპასუხობთ გურამ გამისკირიას სიტყვებით. არასოდეს ცხოვრებაში! არასოდეს! 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 მეგობრებო, არის ხომ ეპოქები ყველა ერის ცხოვრებაში, როდესაც ერთი ადამიანი განასახიერებს და სიმბოლიზირებულია მასში ამ ქვეყნის ბედი თუ უბედობა, ამ ქვეყნის გამარჯვება თუ მარცხი. დღეს ასეთი ადამიანი, ამ ეპოქაში ასეთი ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვართ მისი თანამებრძოლები, ჩვენ ვართ ისტორიის სწორხარეს, ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად. ვისაც გსურთ, ბოდიში კი არ მოვიხადოთ, არამედ გავიმარჯვოთ საქართველოს წრებზე. ევროკავშირის და საქართველოს დროშები აყოფრიალოთ სოხუმში და ცხინვალში. უნდა მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე, გავაფერადოთ ხუთიანი, მოვიშაროთ მიწინა, მოვიშაროთ რუსები, გავუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან ძლიერ საქართველოს. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით! 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 აბა თქვენ იცით მეგობრებო, 26-ში ვიმარჯვებთ ერთად და ვიკრიბებით. მეგობრებო, დიდი შემოუძახოთ ყველას, კიდევ ერთხელ დაურეკოთ ყველას, რომ ყველანი ერთად მივიდეთ 26-ში არჩევნებზე. მანამდე სრულიად საქართველოს მოუწოდებთ შევუერთდეთ 20-ში დაგეგმილ აქციას, სადაც ვიქნებით ძალიან ბევრი და გადამწყვეტ შეტევას მივიდანთ ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე. მოაშორებ იწინა აირჩია ერთიანობა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს. ევროკავშირის ჰიმნი მოусმინოთ ახლა. დიდი მადლობა ყველას.